Daedos mteri ყველა დიდხსოვნას დააგდეს აზრინა ბողნის ბოლნას ყოველნერს იქნებ დააგდეს მეხი ყოველწელს იქნებ დაერგასერი მხოლოდ შენ უჯგნობ შენ ხადაგწეულს რა დასემ შენს უგდავს
სწორედ იაპონი გვიყვარდა დედანაში. თეთრიკაბა ჩაუვა, აუღალდა აუჩად, გულგულების გალობა დასასრული აუჩად. ყოჩი ვაიდებს სენძელებს, მოუჩითა თაბანი. მათი გამოკლაკულა, გაქცეულა ზამთარი. ხელეს მოაქვს 10 ფუთი, ყინვის ლოდი 10 ფუთი, ვინც ხელკეთზე ბატი ბუთი, კვირტის კდებად კაცი ფუთი, კვირტებიდან განახული იბადება ფაცი ფუთი. გადახულის მაღარობელი ფრინველი არის მეცხად. ის კალატოზია, ფინავი. თეთრი გულის პირი ამშვენე. სახლებზე, კედლებზე, ბუდებს, უდრა და ნაპირად ამშვენე. გალაპული, ნაბლაბა, რეო ლამას ესაწევს ავხდი. სამიმართი არის დედის დღე. ვამარხი არის ქართა საერთაშორისო დღე. 14 აპრილი არის დედაენის დღე. 20 აპრილი არის წყიბლარი აღდგომა. 2 მაისი არის 22 აპრილი არის დედამიწის დღე. 2 მაისი არის ქუთაისობა. 9 მაისი არის გამარჯვების დღე. 14 მაისი არის თამარობა. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გადაბუდა, შიძი, ხება, კაკა. ყვავილები, წვრილები, ლამიწას მიმოაქვს. ალაჩაკთან აწადული, აშვია და ყეები, თოური გაქრა. ყინვა გადნა.
როდესაც ამოყავს თავს მიწით და მაშინ იწყება თითქოს ახალი სიცოცხლე ცნობთ მოდუნებული ზამთრის შემდეგ და ასევე არის ია ყვავილი ცნობიერების შეცნობის მხრივ, როდესაც პირველ კლასელი ბავშვი დედაენას აიღებს ხელში და რადგანაც ჩვენ უკვე პირველ კლასელობისთვის ვემზადებით, გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე აგვეღნიშნა. და ახლა ჩვენ დავუკავშირეთ ერთმანეთს გაზაფხული და დედაენის დღე. და ახლა მინდა გითხრათ, რომ მე დაგიგდებთ ყურს მთელი დღე და მთელი ღამე. მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით. ილაპარაკეთ გემუდარებით როგორც ქართულად. ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ. და მე მინდა თქვენ ჩვენთან ერთად დღეს მოვაფეროთ ქართულ ენას და ამ დიად წიგნს დედაენას, რომელიც როგორც მესამე წიგნი ქართულ წერილობაში ასე ითვლება. პირველი ეს არის მე თქვენ გითხარით ბიბლია, მეორე ეს არის ვეფხისტყაოსანი და მესამე რომელიც ყველაზე იური და გასაგები წიგნით დაგვიწერა დიდმა სასიქადო მწერალმა იაკობ გოგებაშვილმა. ყველასთვის გასაგებ ენაზე გებულობთ ჩვენ როგორები უნდა აღვიზარდოთ. აბა ჩვენც მოვაფეროთ ამ წიგნს დღეს. ღმერთმა გააჩინა დედამიწას გული გაუხსნა. შვიდ გაუვალებელი ულევი სიმდიდრე ჩაუდა და ადამიანს ვარდა ისახა გაისახა. ეს სიმდიდრე დედამიწის გულიდან დაგვიყვანა. შენ საერთოდ ღალატ მოიხმარეო. ქრისტე ხო? თავისი ხობის. აქ ჩვენს პატარას ქვეყანაში აბეთ. ამიტომაც უნდა სიმდიდრეში. ჩვენ ქართველები ვართ. თავარია ყველა ღვთისმიერი წინამძღოლი. ცოდნა შევიძინოთ, რომ დედამიწის გულში ჩადმოდის სიმდიდრე. ამოვიღოთ და მოვიხსნათ. საქართველოში ყველა კუთხის ქართველები და საბამიდან ქართულ ენაზე მეტყველები. ამიტომაც ქართული ენა ძალიან დიდი ხნისაა. უკვე დაბერებული და ხარჯული ვაჟკაცია. ქართული მარტო ენა, ქართული ქართველწმენა, ღმერთია ბედის წერა, ზღვაროა იმოდენა. ამ ქვეყანაზე ქართველისადმი ქართული ენა ყველაფერია. ენის სიკვდიდე, მამის სიმკეთე, სადაციდული წმინდა ძეგლი. იქენით განებას გულობს წალებას. შუმერბედის ნიში ჩაუწერია, რა ქართოს ენა და ქართოს ესას და შენება არ უწერია. ქართული ენა ლამაზესი ენაა. მისი ღმიანობა სასწაულო ხდება ადამიანის მენასებრივი ლამაზია. მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან მეხუთე ადგილზე დგას ქართული დამწერლობა. ბა, ჩვენებაში ქართული დამწერლობა მიგდრინი. ქართული დამწერლობა სულ სამსახით მომევინა საუკუნეების მანძილზე. პირველი იყო ასომთავრული ანბანი, მეორე უსხახურცული ანბანი, მესამე ახლანდელი, ანუ ხელნული ანბანი. ქართულში რამდენია სოფლია? ქართულში არის 33 ანბანი იყო ბაუნაცია, ხმონება და თანხმორება. ხოლო არის უსი, ხოლო დანარჩენი 28 არის თანხმობანი. ქართული ანბანი შეიქმნა მესამე საუკუნეში ფარდავას ვეფინოს. ამ დროს დაიბეჭდა პირველი წიგნი. შენ ჰე ფარდავას ქმელეთ მთავრობა, შენ მიეც ქართველს წიგნი პირველი, შენ დამკვიდრე საერთობა და ერთობისა წესი და ძალი. ქართულში გადოლი
სახელი. იცოდი რამდენიც, მაგრამ არ მოდაგავ ქართული სიტყვის ნათელი. მე ისეთ კაცებს ნაუთხლა ისეთ ამხანას, ვინც ველახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. რანაირად გვინდა სარავი. ხო, აბის როგორ ეხეთქება სხვა. არას, მისი ვისამაცი, რანჭის თურაკი. ზღვაროდა მე შემოვგატეს, მე მიბაძა სხვა. ნიკო. მე პატრონა, ამისთანაც გული. მე პატრონა, ამისთანაც sis. თუ კაცი ხარ, თუ ღმერთი გწავს, სხვას მიბაძო, ვის? მე რა გინდა რომ აქ იყოს, ენა იყოს რას? სიტყვა გინდა, მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა. მე შეგეწყი არ გეყოფა სიტყვის მარანგი. დედაენას ვერ დავი, ამიტომ დედასავით ვეყვარს და ვუთხილდე. დედაენა არის წიგნი ამი? დედაენა არის წიგნი, რომელიცაც ყველა ქართველი ბავშვი სწავლობს წერას და დაკითხვას. ამიტომ ეს წიგნი ქართველების უძვირფასესი გამზია. ღმერთმა რამდენი არა. აქ შუქრა ხატია. ხატია. ხო იცით, კარგი წიგნია, დედაენა ქვია. ნახატების სიმჯერი ძლიერ დიდხანს. მე ჯერ კითხვა არ ვიცი, დედა წავიკითხავს. კარგი ბატონო. ვიცი, ვინ დაწერა დედაენა? დედა, ენა, დადელა, იაკო, გოგე, ბაძი. იაკო გოგებაშვილი იყო განათლების საბავშვო და საზოგადო მოყვანილ. იაკობი დაიბადა 1840 წელს გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. იაკო გოგებაშვილი ხმამა იყო სასულიერო პირი მღვდელი. ამ კეთილმა ძირაკაცმა მისახსოვნა დედაენა ატარებიშვილიანი იყო მისი შებარხენა. ნორჩგულებში ჩაგვიხატა საქართველოს სადა პიცა. დედაენა გიყვარდეთო, როგორც შვილად დაგვაფიცა. ის იყო კაცი ჩვენში, ვინცაც ერთობით დაგვაქვს, რომლითაც გამოიძახეს ჩვენი მამა და პაპანი. ბავშვებს მამით და საუნჯეთ შოვრილ დედაენასთან. წიგნი ნათელი მომავლის იმედისა გაწმენისა. ნიკო, დედაენას აღგენს თურმე? დედაენას თურმე ერთი დიდი ძია. დედაენა ქვია. იაკობი ქვია. უყურებს სურათს. გავს როგორც მუხა, მოჩნარ გავებში ყოფილ გაშლილი. მუხა კი არა, კაცი მკვდავი, დიდია გოგებაშვილი. როგორი იქნება გოგებაშვილი? არ მოხერიშა ზალექსი რომ არ არის ოჯახი. იაკობი კეთილი და გონიერი ადამიანი იყო. ბავშვებს ამ დროს არ ჰქონდა წიგნი. იაკობმა განაწყდა შეედგა წიგნი, რომელსაც შეისწავლიდა. ბავშვები წერას არ აკითხავს უას. იაკობმა გადაწყვიტა შეექმნა წიგნი, რომელსაც დედასავით შეიყვარებდა. ბევრი ფიქრისა და ძებნის შემდეგ იაკობმა იპოვა გადასული სამყაროს გასაგები. მუჩთვალაია
სწორედ ის არის პირველი სიტყვა, რომელსაც წაიკითხავ და წერს ყველა პატარა ხალხი. ვისი იამავიდა, მიხედა, მოიხედა, სულიო ჩუმად თქვა, რასამხება ვედაბედა. შემოგციცინებ, დაგიწყნო და კბილად მოგეფერები. შენ ხო პირველად შეგახო, გოგებაში ხელები. ნუ შემახებ, აწაწა ხელს, ნუ მეთქი, შემოკალქო. ისალას ჯობს გავიზარდო და აღნანი მოგიქალქო. რასი ნარკვეთია ურასა, იმის ხმასაც კლიალასა, მუდამ ასე ვამშვენებდი, საქართველოს იალასა. ახლა დედაენის ფორმირებებს და გაგაცნოთ. მაგალითად, თითელ ხაჩოჩი შევიყვანს დედაენაში. უნდოდა 1, 2 ან 3 კვერცხი დაედო. დედაბებს ეცოტავებოდა. იფიქრა, მოდი მომეტებულ საწენკს დაუყედა, ერთ კვერცხს დამიდევს. ასეც მოიფსა და იწყო საწენკის დაყრა. მაგრამ ქათამისე გასულა, ერთი კვერცხიც ვეღარ დაუდგო. ბევრის დომაც ცოტაც დაკარგა. ხუდი. გლეხს ფული მოპარეს, ეძებებს ხუდი ეძებებს და ვერ იპოვეს. ერთმა გლეხმა ხელს მივარდა და დაიკვირა. ქუდს ხუდი ეწვის და ერთმა კაცმა თავზე იტანცა ხელი და ყველა მიხვდა ვინ იყო ხუდი. ხეხის თორბია მონეტა, თუ კაცი მოიგონებდა და ხუდი ეწვის. მama, დედანო მაგერდა, რა გიქნეოდა ნეტავ? დედაენავ, ერის დედავ, დედაენავ ქართულო, წიგთა წიგნო, წიგთა დედავ, წიგნო ედაულო, აწაწიგა ქართველები, უდან ფუსტაში ქართულო. Max, დედაენა სამონჯი. დედაენა სამონჯი. იაკობა გამოსცა პირველი დედაენა დაწყებითი სკოლების. დედაენაში უმრავლესი და მოთხრობა ენა. სხვადასხვა ემოციაზე. ყველი სხვადასხვა ემოცია. უვინებს პატარა მკითხველს. დედაენას ვერხით ყალსის ბეჭედი უწოდეს. ამ ხომის ყველასათვის საყვარელი წიგნი გახდა. Thank you.
რომელსაც ქართველმა ერმა ძეგლი დაუდგა. ქართლთან 83 წელს ქალაქ თბილისში დაიდგა დედაენის ძეგლი. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გუჯა ამათაძე. აქვეა ძეგლის გუგა. დედაენის ძეგლს აქვეა სახელი. დედაენის ძეგლს ჰქვია ცოდნის ზარი. სადაა ძეგლი დაკრძალული? იაკობ გოგებაშვილი დაკრძალულია ქალაქ თბილისში თაფლიდაზე საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მილია დაამშვენებს ვის საფლავს? ვის საფლავს ამშვენებს გადაშლილი დედაენა და ლუჩთვალა ია. დედაენთან ამოწყდა. ლილე დედაენთან დამოკვეთ მარგალიტების ამბავს. მოვეფერები ასოებს ლამაზ და ვადით ნაბავს. მადლობა დიდოიო. ასარჯუხისთვის წვენი რომ შეგვაშვრელი პატარებს შენი ზღუნველი ხელი. შენ ჩემო დიდო უფალო და შენ ხატივით წიგნო მომეცი შენი მადლი რომ ქართული სიტყვა ვიგრძნო. შეხედე ცაში ჩიტების ხრენა. შეხედე ყოვით ვაში გამბანის. მოაქვს მერცხლების გულს დედაენა და მოხურთულებს შვენი ამბანი. ანიდან ხამდე მძვება და სრულო ბულბული ზენაზე გამლენო გალობა გოგებაშვილის წიგნო სანუკვარო. დედის სიამოვნებლა დავთვის ყალობა. ენა წმინდათა და ენა ბულბერაზე გარეგობრად თუმდ ბევრი ეცადა. ზედ გული ფისაზე ნაჭედო გარობა. შვიდი მეტი ზენაო ახალზე წამს. ილიას ქნარო და აკაკი ჩომქული. წალისი ზოლაში ნარსობო ძიერი. ვასკარსო ელიო ბიჭებო. მიგედო გადედა დედაო ენა. უხმეს და აბდელიში კეთელგვარგუნა. ურითა და ურით განთქმულო მხარეო ჟამმა შენს თავზე წისქვლის ქვა აბრუნა. წბედასთა ბაბულთა საბება დაგსახე. სისხლის დაცრავლებით ნახეთო ჰექვაზე. წიალი დროება. ნენების წიალი დროება ყველა თქვენი წერება. უფალიკი გვიცავს. უფალიკი გვიცავს მიწიდან ზეთამდე. ჰანაზები გძან აგეძვასული. ქართულ ამბანი. ქართულო ამბანო და ქართულ ენაო. ხირსიმყოს გამჩენა ნენები. ხირსიმყოს გამჩენმა მერჩენი დუიგა. ყური მოგაფრო და ვადითო ზენაო. შლის ნუკლით სლენებზე ვაჟა პრობიამს. ჩავივიდებით ნომესაფლავესთან. ცაგალა გოგო და სისევას ეკუება. ზეთა და ასულთა კვლავ გასამრავლები. მინდა თადან გალობა ვამხერებს ზეციდან. ჭიდად დოდიდან. ხვალებს გატენდება ჩანგის ამყელდება. ჯიში გამრავლდება. ჰე ვიმღეროდო მოდით და ჰე ნენო სანოვე ხალხები მოდივარ.
გრენაში უამრავი ლექსი და მოთხრობა ინახება თქვენს მიხარით. ჩვენს ბევრი შენახული მოთხრობა კარგად ისწავლეთ აქ ამბიაზე. ამიტომ მინდა რომ თქვენ მოგიყვეთ ზოგიერთი მათგან მართალია ყველას მოყოლაზრო შევიდენი არის. მაგრამ ზოგიერთი მოვყვეთ და ცოტა როლებით შევასრულოთ. აბა პირველი ნიკო დაიწყებს. ნიკო. მოდი ნიკო. ხადე. Cada. Câte ori dați? Ce mă gândesc?
ხეზე მიაბეს თორკი. მონადირეება წავიდა ლობა ღიარიბო. მომის ღიარი გაიყო და თორკი გახრა. და გაათავისუფლა. და წავდა უთხრა რომ გახსოვ რომ დავიწყნე. საგრაცავკაც შეძლებია. დიდრომის გახმარება. აი ასე დავასრულე. ენა ქართულო დაიუძოს სიძე შენი. ცურტავერის და რუსთაველის ხარ შესაფერი. მე ბძენკაცი იაკობი და ბურჯაც გიწონა წიგნი და ყალამი იხმარა ფუნჯაც. და ამიტომ ასე ლამაზად გავიხატა ჩვენ სამყაროში და თქვენ ძალიან ადვილად იკლებ გზას. მადლობა.